დავასრულე რევერენდის ედის მეოთხე წიგნი. პირველ წიგნზე კი მქონდა განხილვის ვიდეო გაკეთებული YouTube-ზეც და TikTok-ზეც, მაგრამ მესამე წიგნზე არც ერთგან არ გამიკეთებია განხილვის ვიდეო. მეორე წიგნზე მარტო TikTok-ზე და ამიტომ ვიფიქრე პირველი წიგნიდან მოვყვები მეთქი, ან სიუჟეტის მთლიან პირველ ნახევარს განვიხილავ მეთქი მეოთხე წიგნის ჩათვლით. პირველი 1021 თავი. პირველი თავი იწყება იმით, რომ ამ სამყაროში რევერენციის სამყაროში ერთ-ერთი ვილენი, მონსტრი და დემონური გზის მიმდევარი მასტერი ალყაში ყავთ მოქცეული მეექვსე რანგის უკვდავი დემონი და მოკლას უპირებენ. მაგრამ მას აქვს ძალები, რომელიც დროში უკან დაბრუნების საშუალებას აძლევს, სპრინგ ათომს იქეი და ამას გამოიყენებს და დროში უკან ბრუნდება. და მისი უკანასკნელი სიტყვები არის სიკვდილის წინ. თუ ჩემი ძალები მართლა მოქმედებს და სპრინგ ათომს იქეი და მართლა მოქმედებს და დროში უკან დავბრუნდები, შემდეგ ცხოვრებაშიც მონსტრი ვიქნები. ეს არის მთავარი გმირი ამ სიუჟეტის და ავტორი პირველივე თავის ბოლოს მინაწერი აქვს და გაფრთხილებს, რომ სიუჟეტი არის პერსონაჟზე, მონსტრზე და ვილენზე, რომელიც 1000 საშინელებას აკეთებს, გაუკეთებია და გააკეთებს. და თუ მსგავსი სიუჟეტის წაკითხვა არ გსიამოვნებთ და არ გინდათ, ჯობია სხვა რამ წაიკითხოთ. და რაც ამდროდ მართალია, რამდენიმე თავის წაკითხოს მერე არ მქონდა ის დამოკიდებულება, რომ ფანგივენი მართლა ბროტი ადამიანი მით, იმიტომ რომ ტექნიკურად არაფერი გაუკეთებია. არ ვიცი, პირველ 20 რაღაცა თავში იყო, რომელსაც ადამიანს მოკლავს, მაგრამ ამ ადამიანს თვითონ წამოიწყო ფანგივენთან ბრძოლა და არაფერი განსაკუთრებული. აი, როცა 71 თუ 60 რაღაცა თავში უდანაშაულო უბრალო ადამიანების ოჯახს ამოხოცავს, მანდან უკვე ცოტა აზრი შემიცვალა. მაგრამ გადამწყვეტი მომენტი იყო მაინც 151 თავი. გადამწყვეტი მომენტი იყო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი რევერენციაში, რომელზეც ყველა მკითხველმა იცის, დემონური გზა. რომელშიც მხოლოდ იმისთვის, რომ თავის ძალები მცირედ დიდ მოიმატოს და გარკვეული ძალიან მცირე პროგრესი ქონდეს, პატარა გოგონას დაცვის ცოცხლად შეაჭმევს. და შემდგომ დაიწყებს ბუდაზე და ბუდისტურ რელიგიაზე და ბუდისტურ იდეოლოგიაზე საუბარს, გაგებაზე საუბარს, ცხოვრების აზრის, მაგრამ ბუდას სიტყვების და ბუდას იდეოლოგიის ტოქსიკურ და გაუკმართებულ გაგებას. მე აზრით, რომ ბუდას სიტყვების მიხედვით ყველა ცოცხალი არსება თანასწორია. ამიტომ ყველა იმსახურებს სიცოცხლეს და გადარჩენას და ერთადერთად უნდა მოეპყრო. მაგრამ ფანგივანის გაგებით ყველა ცოცხალი არსება თანასწორია. ამიტომ პატარა გოგონას სიკვდილი არაფრით განსხვავდება მელის ან რაღაც ცხოველის სიკვდილისაგან. განსაკუთრებით ეს თავი არ იყო სამძიმე საკითხი იყო. იმის გამო რამდენად დეტალურად და ბრუტალურად არის აღწერილი ამ პატარა გოგონას სიკვდილი. და ყველაზე მთავარი რაც არის, ავტორი არასდროს არ ანდიდებს ფანგივანის აქციას და არასდროს არ უძებნის რაიმე ახსნას, რომ აი ფანგივანს სხვა გამოსავალი არ ქონდა და მაგიტომ გააკეთა. არა. და თვითონ პერსონაჟსაც აქვს მომენტი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რაც გავაკეთებ, ანუ ჩემი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე ვარ წამსვლელი. ანუ არ არის ეს მომენტი, რომ აი მე სხვა გამოსავალი არ მქონდა და აი მე მაინც კარგი ადამიანი მიუხედავად რომ ასეთი შეიძლება გავაკეთე. ანუ არც პერსონაჟი, არც ავტორი გამართლებას არ უძებნის ამ აქციას. მიუხედავად იმისა, რომ ფანგივანს აქვს მაგის მოსაბოდიშველი მიზეზი, იმიტომ რომ 300-400 წელი თუ 500 წელი ტანჯვა გაწამებაში გამოიარა და საშინელი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ არასდროს არ მართლებს ავტორი მაგით, რომ აი რახან წარსულში ცუდი ცხოვრება ჰქონდა, ახლა მაგის აქციები გამართლებული. მსგავსი რამ სიუჟეტში არასდროს არ არის ხსენებული. და დამიჯერეთ, მისი ეს საქციელი ამ თავში გააკეთა, ახლოსაც კი არ მოდის იმ საშინელებთან, რასაც მომავალში გააკეთებს. უარეს რამეებს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო პირველი წიგნის კითხვის დროს იყო ის, რომ ფანგივანი იწყებს ნულიდან და ერთადერთი რაც აქვს წინა ცხოვრების ცოდნა და გამოცდილება და თავის ინტელექტი, ჭკუა. არანაირი რამე განსაკუთრებული ძალა არ აქვს. ანუ ყველაფერი რაც ხონდა წინა ცხოვრებაში, დარჩა წინა ცხოვრებაში. ამ ცხოვრებაში იწყებს ნულიდან და არ იღებს ყველაფერს მარტივად. მთელი პირველი წიგნი კი არა, მეორე, მესამე და მეოთხე წიგნის დიდი ნაწილიც ძალიან წვალობს და ბევრი პრობლემა შეხვდება. ანუ ავტორს თვითონაც აქვს თქვა ინტერვიუში სადღაც თქვა, თუ სიუჟეტს ფანგივანის სიკვდილი გახდის საინტერესოს, მთავარ გმირსაც კი მოკლავო. რასაც სპოილერები გააკეთებს კიდევაც მეოთხე წიგნში. მთელი პირველი წიგნის ფანგივანი ატარებს პატარა მთის სოფელში, რომელშიც დაიბადა რანდომულ გუმასტერად, რანდომულ ადამიანის ოჯახში და ანუ ამ პატარა სოფელშიც კი არანაირი გავლენა არ აქვს. აქაც კი არ აქვს გავლენა არათუ მთელ ქვეყნებზე, კონტინენტზე და მთელ მსოფლიოზე. მართლა ნულიდან იწყებს. იმაშიც კი არ გამომართლა, რომ ტალანტი ქონოდა. ანუ რა დონეზე შეგვიძლია გამოყენება გუების და ძალების დამოკიდებულია შენ ტალანტზე. A-დან გონი დიდემდე თუ იმდე. ხალხის თვალში იმ შემთხვევაში ხარ მარტო მნიშვნელოვანი თუ გაქვს A ან B ტალანტი.
ანუ და სიტალანტი შეხვდა. ანუ ყველაზე უარესი არა, მაგრამ არც კარგი. და თვითონაც ფანკი მას თქვა, რომ მაგაში მაინც გამიმართო. მართალია A და B არ შეხვდა, მაგრამ შეიძლება ვაფშე არ მქონდა ტალანტი და ვაფშე შეძლებდა ძალების გამოყენება. ამიტომ მაგაში მაინც გამიმართლაო. არც მაგაზე არ ხელავს. ნუ პირველ წელს ჩარიან საკმაოდ ბევრი მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები, მაგრამ ყველანი მხოლოდ რამდენიმე თავში ან პირველ წლის განმავლობაში არიან მნიშვნელოვნები. იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ამ ადგილს დატოვებს, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პერსონაჟებს. აი ერთი პერსონაჟი, რომელიც შემდგომში შემორჩება და მნიშვნელოვანი პერსონაჟია, არის ბაინინგ ბენკი. დასაწყისში ფანგივანის კონკრეტულად შეიძლება ჩაითვალოს. შემდგომში უკვე მეორე წიგნის განმავლობაში შეიძლება თქვას პარტნიორი ფანგივანის, ნუ იძულებით პარტნიორი. მეორე წიგნის განმავლობაში ფანგივანს უფრო მეტი თავისუფლება აქვს, იმიტომ რომ ორი გზა არსებობს, რომელზეც შეიძლება იყოს მიიჩნეული და შეიძლება თქვას საბარტყელობის გზა, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეები და შეიძლება თქვას პოლიცია, დემონური კულტივატორები, რომლებიც დემონურ გზებს და ხალხის ხოცვას ან ქურდობას რაღაცა ეგეთ გზებს მიმართავენ იმისთვის, რომ ძალები მოიმატონ. პირველ წიგში ფანგივანი იყო იძულებული, ვინაიდან გადაიბადა რაიჩოს სამართლიან ჩვეულებრივ სოფელში, იძულებული იყო ამ წესებს მიყოლოდა. მე მეორე წიგნად მოყოლებული ფანგივანი ღიად დემონურ გზაზე მიდის. ღიად ტოვებს. როცა საკმარისი ძალა აქვს უკვე მაგისთვის, ტოვებს რაიჩოს სამართლიანობის გზას, აღარ ჭირდება მათი გამოყენება და ხდება დემონური კულტივატორი. დემონურ გზაზე გადადის. და მეორე წიგნის განმავლობაში ფანგივანი იყენებდა საბრძოლოდ strength pass, არსებობს ბრძოლისთვის სხვადასხვა გზები, სისხლის გზა, ძალის გზა, სიბრძნის გზა, რაღაცა star pass, ათასნაირი განსხვავებული გზა და მეორე წიგნის განმავლობაში იყენებს ვითარდება ძალის გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში სისხლის გზა იყო, მაგრამ ამ საყუროში რადგან დემონურ კულტივატორებად არიან მიჩნეული სისხლის გზის გამოყენებლები, ამიტომ ამას არ იყენებს თავისთავად და ახალ განსხვავებულ გზას ირჩევს, რომ რაიჩოს ფას სამართლიანობის პოლიციის ყურადღება არ მიიქციოს და ამათ რადარზე არ აღმოჩნდეს. მეორე წიგნში ანუ ყველაზე მეტი ბრძოლებია და ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით და ძალიან კარგად არის აღწერილი ბრძოლები და ყოველთვის მუღამი აქვს ბრძოლების კითხვას, მაგრამ სიუჟეტის მხრივაც მეორე წიგნის დასასრული Three Kings Inheritance, სამი მეფის ანდერძის არკი 1000 თავის წაკითხვის მერეც საუკეთესო არკია ჩემ თვალში. საუკეთესო და დასასრული მეორე წიგნის აბსოლუტური პიკია. ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთი იყო ბოლო რამდენიმე თავი, რაც იქოდეს მე წამიეკითხავს ნებისმიერ ნოველაში, მანგაში თუ რა ფილმში. და იმ დონეზე მიყვარს, რომ ბოლო ფინალური სცენა მეორე წიგნის ფონზე მიიღენია. მარტივად ვთქვათ, თვითონ ადამიანიც და ძალებს რაც იყენებენ გუებს, ითვლება მეხუთე რანკი ჩათვლით მოკვდავად. მეხუთე რანკის ზემოთ უკვდავი. და ჯერ მოკვდავი გუშინ შექმნა წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ფანგივანმა როცა იყო მეოთხე რანკზე, მეხუთე რანკსაც არ იყო მიღწეული, შექმნა მეექვსე რანკის უკვდავი გუ. მაგრამ ეს გააკეთა, როგორ ვთქვა, პრიმიტიული მეთოდით და გააცოცხლა რევოლუციის სამყაროში არსებული ერთ-ერთი ლეგენდა, რენზუს ლეგენდა, წიგნიდან სცენა, რომელიც იყო რენზუს შვილზე. რევოლუციის სამყაროში შეიძლება ითქვას იკაროსის ლეგენდა. Great Vander's Son, რომელიც შეიძლება ითქვას რევოლუციის სამყაროში არის იკაროსის ლეგენდა, გადმოიტანა ეს ლეგენდა რეალურ ცხოვრებაში. ანუ ამ გუს შექმნით, მეექვსე რანკის კვდავი გუს შექმნით. სიუჟეტის მხრივ მიუხედავად იმისა, რომ უფრო დაბალი, როგორ ვთქვა, სტეიქ საფრთხე და რაღაცა იყო, ანუ წარმოგაძლიერო პლანეტებს რაღაცა არ ებრძოდა ფანგივანი და უბრალოდ ფანგივანის ამ სამყაროში გადარჩენაზე იყო და როგორღაც ძალების მოპოვებაზე იყო, კულტივაციისთვის რა თანხას და რა ძალას იშოვიდა, როგორღაც იწვალა და რაღაცა მესამე რანკზე მინიმუმ გადასული იყო, გადარჩენაზე იყო ფანგივანის და მეორე წიგნი ბევრად უფრო ძლიერია ფანგივანი, ბევრად უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, რაღაცა მიუხედავად მაგისა, ჩემ თვალში პირველი წიგნი უფრო საინტერესო და საკითხი იყო, ანუ მეორე წიგნის დასასრულს თუ არ ჩავთვლით. სიუჟეტში ბევრად უფრო მეტი რამ ხდებოდა და ბევრად უფრო ინფორმაცია იყო world building-ის მხრივაც, ანუ სოფლეშინების მხრივაც უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ პირველ წიგნში ვიდრე მეორეში. მაგრამ ერთი რაც იყო საინტერესო, რაღაცეები რაც პირველ წიგნშიც და მეორე წიგნის დასაწყისშიც იყო დასაწყისში ნახსენები და შემოგდებული, მნიშვნელოვანი გახდა მეორე წიგნის ბოლოს და პირიქით მეორე წიგნის ბოლოს ისეთი რამეები იყო ახსნილი და ნახსენები და ნაჩვენები, რაც მეოთხე წიგნში გახდა მნიშვნელოვანი და მთელი მეოთხე წიგნი რასაც იყო აგებული. ანუ მარტივად ვთქვათ, ავტორი ხშირად აკეთებს foreshadowing-ს და მომავალ, ანუ იმას, რაც სიუჟეტში მომავალში უნდა მოხდეს, წინასწარ ინფორმაციას გვაწვდის ან რაღაც მინიშნებებს აძლევს კითხვას. რაც ყოველთვის კარგია. მესამე წიგნი მე თუ მკითხავთ, მეორე წიგნზე უკეთესი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მეორე წიგნის ჯობდა მთლიანობაში, მესამე წიგნი ყველაზე ნაკლებად მომეწონა. მეორე წიგნის ბოლოს ფანგივანი ტოვებს
კონტინენტს იმ კონტინენტს რომელზეც დაიბადა და 5 კონტინენტიდან ანუ 5 კონტინენტიდან ანუ სამხრეთის კონტინენტიდან გადადის ცენტრალურ კონტინენტში. მაგრამ ცენტრალურ კონტინენტში დიდხანს არ რჩება და ცენტრალურ კონტინენტში თუ გადადის ჩრდილოეთის კონტინენტში მალევე. იქიდან გამომდინარე რომ ამ უკრავი გულსაშველებით ბლესლენდი დალოცვილი მიწა გარკვეულ სივრცეში მოქცეული მიწა ტერიტორია რომელიც რჩება უკრავი გულმორტალის სიკვდილის შემდეგ. ერთ-ერთი ესეთი ჩაიგდო ხელში და მის როგორ თქვა დასაცავად ჭირდება გარკვეული ძალები, იმიტომ რომ თვითონ არ არის უკრავი და ამ ძალების მოსაპოვებლად და რაღაც გუების საშუალებლად მიდის ჩრდილოეთის კონტინენტზე. და აქ არის ძირითადი სიუჟეტი ჩრდილოეთის კონტინენტის. მესამე წიგნი ნაკლებად მომწონს, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი პოლიტიკური ასპექტი, ასე ვქვია ჩრდილოეთის კონტინენტის აქ რა სიტუაცია, სხვადასხვა ომები, სხვადასხვა ტომებს შორის, ანუ ფანგივანი ასახებს ერთ-ერთი ტომის ლიდერად თავს, like კონტინენტზე გადასვლის შემდეგ ამ ერთ-ერთი ადამიანს მოკლავს, მის თავის სახელს თავის კანს და სახეს აიგლიჯავს და ამ ადამიანის სახეს იღებს და ამ ადამიანს ასახებს თავს. ჩანგ-შანგიანად და ერთვება ჩრდილოეთის კონტინენტის პოლიტიკურ საქმეებში. ამ ადამიანის სახით ზეგავლენა მოიპოვოს და like მიაღწევს 88 Triangle Buildings 10 მინერებლიდან ერთ-ერთის დალოცვილ მიწას. აქ მოხდეს, რათა ის გუები რაც ჭირდება იშოვოს. თუმცა წინა ცხოვრების ცოდნის გამოყენებით, მიუხედავად რომ ეს მისი გეგმა არ იყო, ხდება ისე რომ ანადგურებს ამ 88 Triangle Buildings მარტივად ვთქვათ, ჩრდილოეთის კონტინენტის ხალხისთვის დატოვებულ ვენერებლის ანდერტს დანატოვარს შენობას, რომელშიც like უამრავი გუა დატოვილი. საბოლოო ჯამში იმას რომ მის ცხოვრებაში რაც მოხდა 500-400 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე იწყება ფანგივანის გამო. ანუ მისი ამ ქმედების გამო, ანადგურების გამო ყველაფერი ჩქარდება. რაც მოხდა იყო ძალიან გვიან მის წინა ცხოვრებაში რაც ბევრად უფრო ადრე იწყება და მთელი ჩრდილოეთის კონტინენტი ასევე ცენტრალური კონტინენტი იწყებს გამოძიებას თუ ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი და ვისი მოწყობილია 88 Triangle Buildings დანგრევა. Okay? მესამე წიგნი დიდად არ მომეწონა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური ასპექტი იყო, სხვადასხვა ტომებში ურთიერთობა რაღაცა პოლიტიკა იყო და ბოლო არკის გამოკლებით და ბრძოლებიც იყო like ტაქტიკური ანუ ძალის გზიდან მონობის გზაზე გადადის. იქიდან გამომდინარე რომ ამათ სამყაროში like არსებობენ ცხოველები, რომლებიც მერვე რანკის გუმასტერსაც კი შეიძლება შემოერიუნონ, არათუ მეოთხე და მეხუთე რანკისას მონობის გზა საკმაოდ პოპულარული გზა ძალების მოსაპოვებლად და მაგას იყენებს თავის ტომის ჩათვლით და თავის ბრძოლების ჩათვლით ფაქტობრივად მთელი არმია ყავს და ბრძოლები არა ერთ-ერთზე და რაღაცა არის ტაქტიკური, ანუ რომელ არმიას შემოუვლის, საიდან შემოუვლის რაღაცა და ან პოლიტიკური ასპექტები და ეს არ იყო მეტად საინტერესო ჩემთვის. მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო იყო 88 Triangle Buildings, როდესაც სიუჟეტის წარმოუდგენლად დიდი ესკალაცია წავიდა და მეოთხე წიგნი მე თუ მგითხავთ ალბათ საუკეთესო წიგნი იყო. მეოთხე წიგნში აღარ მიყვება ავტორი ამ ტიპის წიგნის სტრუქტურას, რომ აქედან დაიწყო სიუჟეტი, მერე ეს მეორეზე გადაება და მიყვება სიუჟეტი. ანუ მოცვლის ფანგივანზე, ხან სხვა პერსონაჟების პირობებს გვაჩვენებს, სხვადასხვა ბრძოლებს გვაჩვენებს. ან მეოთხე წიგნი არის ერთი დიდი ჭადრაკის მატჩი. რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ანუ ყველა პერსონაჟი თავის სურას აკეთებს, ყველა პერსონაჟი რაღაცას გეგმავს, ვიღაცის ზურგს უკან მოქმედებს, რაღაცას გეგმავს, რაღაცას ჩალიჩობს და ყველა რაღაცის მოპოვებას ცდილობს. და ბოლო არკამდე რეალურად არ იცი რა მოხდება. ვინ არის ეს პერსონაჟი, რატო აკეთებენ ამ ყველაფერს, ვინ ვის მხარესაა. ფანგივანი არის დამკვირვებელი მით ამ სიუჟეტში და მეოთხე წიგნის მე რამდენიმე თორად წავიკითხე. მეხუთე წიგნში აღმოჩნდა რომ ფანგივანიც მთელი 1000 რაღაც თავის განმავლობაში თვითონვე იყო პაიკი. და პირველ თავში რაც დაიწყო, სპრინგატოპს იქიდან გამოიყენა და დროში უკან დაბრუნდა, არ იყო ფაქტობრივად მისი არჩევა და მასზე დიდი ძალა იყენებდა ფანგივანს პირველივე თავიდან მომეწონა როცა სპრინგატოპს იქიდან გამოიყენა. მარტივად ვთქვათ, ჰევენსვილი ზებუნებრივი ძალა მას იცავდა და ეხმარებოდა, რომ ბალანსი შეჩრულიყო და ფანგივანს ხელი შეეშალა სხვა ადამიანებისთვის იმით, რომ მათ გარკვეული ძალები მოეპოვებინათ. მაგრამ ფანგივანს უნდა გაენადგურებინა ეს ძალები, მაგრამ ეგ არ გააკეთა. ფანგივანმა თავისთვის დაიტოვა და აი მეოთხე წიგნის ბოლოს ეგ ხდება, რომ ჰევენსვილი, რომელიც ფანგივანს ეხმარებოდა, ახლა ფანგივანის წინააღმდეგ მიდის, იმიტომ რომ აქამდე თუ სხვა პერსონაჟი იყო ჰევენსვილისთვის პრობლემა, ახლა ფანგივანი გახდა. და ახლა ფანგივანის წინააღმდეგ მოქმედებს. პაიკი აღარაა, ფანგივანი უკვე მოწინააღმდეგე გახდა. აი მეხუთე წიგნში რა მოხდება, უკვე აღარ ვიცი.
სიუჟეტი არის წარმოუდგენლად ჩახალართული, წარმოუდგენლად საინტერესო. World building არაჩვეულებრივი. საუკეთესო სპექტაკლი ვთქვათ, არის კომპლექსური, საინტერესო და ჩახალართული სიუჟეტი და თავარი გმირი ფანკი ვანი არის არაჩვეულებრივი და წარმოუდგენლად საინტერესო პერსონაჟი. მიუხედავად იმისა, რომ არის სტატიკური პერსონაჟი, რომელიც არის ვითარდება, ფანკი ვანის იდეოლოგია და ფილოსოფიური მონოლოგები წარმოუდგენლად საინტერესო საკითხია და ყოველთვის in character არასდროს არ არის მომიტრო რაღაც ის პერსონაჟი ან გააკეთებს რომ ანუ out of character არის ანუ რაც არის ფანკი ვანი პირველ წიგში ის არის ბოლო წიგშიც. ანუ კონსისტენტ არის მუდმივად, იმიტომ რომ პირველ წიგში აქ ნათქვამი ფანკი ვანს რომ თუნდაც მოვკვდე და ჩემი მიზანს ვერ მივაღწიო და ყველაფერი დავკარგო, მანამ სანამ ვიცი რომ ჩემი მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთე და ყველაფერი გავაკეთებს რომ უკრავი გამხდარიყავი, არ ვინანებ. თუ მოვკვდები და წავაგებ, ესე იგი საკმაოდ ძლიერი არ ვიყავი და ამას ვიმსახურებდი რომ წამეგო. და მეოთხე წიგში, როცა იყო მონაკვეთი რომ გონია რომ მოკვდა, მაგრამ ის ძებუნებრივი ძალები რომლებიც მას იცავენ რათა ფანკი ვანი პაიკად გამოიყენონ, ეგ რომ არ ყოფილიყო, ფანკი ვანი ვერ მოკვდებოდა და როცა გონია რომ კვდება, მის გონებაში ეს ფიქრია, რომ ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და სხვა შანსი რომ მომწდებოდა, მაინც ისე ამ ცხოვრებით ვიცხოვრებდი და არაფერს არ უნდა ნახო. აქ დამთავრდა ჩემი ამბავი და ესაა. ეგ იყო ფანკი ვანის ბოლო ფიქრი. არ უნდა არაფერი. ფანკი ვანი არის სტატიკური პერსონაჟი, რომელსაც არ ჭირდება შეცვლა და ყველაზე მთავარი ის რომ ვერც შეცვლი. იმდენად არის პერსონაჟი თავის დარწმუნებული, იმდენად აქვს ყველაფერი გათვლილი და იმდენად აქვს როგორც ვთქვა ეს мотиваცია რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნის მისაღწევად. ვერაფერი შდამახევინებს უკან. ანუ ფანკი ვანის მთელი იდეოლოგია და мотиваცია იმდენად არის პერსონაჟთან შეხორცებული, რომ ამორს ერთი მეორედან ვერ გააცალკევებ. თუ შეცვლი ფანკი ვანის мотиваციას და მის იდეოლოგიას და ყველაფერს, მთელი პერსონაჟი უნდა შეცვალო. იმდენად ეს იდეოლოგია გამჭდარი პერსონაჟი, რომ ფიზიკურად ვერ წაიყვანს სიუჟეტის რომ შეცვალო პერსონაჟი. თუ შეცვლი პერსონაჟი იმისთვის რომ ფანკი ვანი განავითაროთ რაღაც აზრის შეცვლევინო, პერსონაჟი უნდა შეცვალო. არ ვიცი სხვა სიტყვებით როგორ აქვს და ამაზე თელკე ვიდეოს გაკეთებას ვაპირებ, რომ განვიხილო ფანკი ვანის პერსონაჟი. როგორც თქვი, არაჩვეულებრივი პერსონაჟია. არაჩვეულებრივი სიუჟეტი, არაჩვეულებრივი world building. ერთ-ერთი პრობლემაც ჰქონდა და მეოთხე წიგში ეს პრობლემაც მოგვარდა, ეს არის მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები. არ იყვნენ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები, რომელსაც მნიშვნელოვანი გადამწყვეტი როლი ჰქონდა სიუჟეტში. ანუ იყვნენ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები, რომლებიც რამოდენიმე თავი მთელი ერთი წიგნის განმავლობაში გამოჩნდებოდნენ და როგორც კი თავის როლს შეასრულებდნენ, რაღაც პატარა როლს ითამაშებდნენ სიუჟეტში, მოჭა სიუჟეტიდან ამოღებული იქნებოდნენ, რაც მესამე წიგნიდან მოყოლებული მეოთხე წიგში აღარ მოხდა. ამას ძალიან ვაფასებ და ეგ პრობლემაც განსაკუთრებით გოგო პერსონაჟებს, ანუ არაჩვეულებრივი გოგო პერსონაჟები დაამატა მესამე წიგნიდან მოყოლებული და მეოთხე წიგში, რომელსაც მეოთხე წიგში ხო, არ ვიცი. არაჩვეულებრივი. ანუ ძალიან საინტერესო იყო. მოკლედ ყველაფერს გათვალისწინეთ, იმით world building თავარი გმირი მეორე ხარისხოვანი პერსონაჟების სიუჟეტი, ვიტყოდი რომ რევერენცეთი არის 10-დან 8. მაგრამ 10-დან 800-ს ვინ გაგებით, რომ 5 უკვე ჩემთვის კარგი შეფასებაა და 10 ჩემ ცხოვრებაში არასდროს არაფერთვის დამიწერია. ამიტომ 8 და 9 უკვე ძალიან მაღალი შეფასებაა ჩემთვის. ანუ 1 და 2 ნაგავი, 3 და 4 არაუშავს რა, 5 და 6 კარგი, 7 და 8 არაჩვეულებრივი და 9 და 10 უკვე შედევრია.